გაინტერესებს რატო ვერ გადადიხარ გასაუბრების მეორე ეტაპზე? დღევანდელ ვიდეოში მოგცემ რჩევებს, რომელიც შენ გასაუბრების პირველ ეტაპზე დარწმუნებული ვარ გამოგადგება. გასაუბრების პირველ ეტაპზე კანდიდატს უმეტეს შემთხვევაში არავინ სთხოვს სიღრმისეულად ტექნიკური დეტალების გაზიარებას. პირველი გასაუბრება ეს არის ეგრეთ წოდებული screening ეტაპი, რომელიც მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ამ ეტაპზე რეკრუტერს სურს გადაამოწმოს, ნამდვილად გაქვს თუ არა ის გამოცდილება და განათლება, რაც რეზიუმეში გიწერია. მას სურს დაინახოს როგორი ხარ რეალურად, კომუნიკაციაში და ემოციურად. დარწმუნდეს, რომ ხარ ადეკვატური პიროვნება, ანუ სტაბილური, გონივრული და კომფორტული. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შენი ემოციური ინტელექტის სწორად წარმოჩენა და მართვა. არ შესდე და იფიქრო, რომ მხოლოდ ხისტი პროფესიული საუბარი დაგეხმარება. პირიქით, რაც უფრო კარგად შეგიძლია რეკრუტერთან ტონის მორგება, მით უკეთესი. როცა რეკრუტერი გიღიმის და არაფორმალურად გელაპარაკება, შენს მოერგე მას, გახდი ზომიერად არაფორმალური და ბუნებრივი. ხოლო როცა კი ფორმალურად გესაუბრება, შეეცადე შეინარჩუნო პროფესიული ტონი, მაგრამ არ დაგაუწყდეს, ფორმალურობა არ ნიშნავს ხელოვნურობას. აუცილებელია გქონდეს შენი დაბალანსებული სტილი. ასევე სწორად ჩაცმა და ვიზუალი მნიშვნელოვანია. იმის და მიუხედავად შეხვედრა დისტანციურად იმართება თუ პირისპირ. გასაგებია, ჩაცმულობით არავის გამო აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ გახსოვდეს, სუფთა და მოწესრიგებულ ადამიანთან ურთიერთობა ყველას მოსწონს. და ბოლოს, შეეცადე არ ინერვიულო. მესმის რთულია, მაგრამ იცოდე ნერვიულობა ჩანს და არ იმალება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა გასაუბრება ეხება საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციას. როცა გასაუბრების დროს აშკარად ნერვიულობ, რეკრუტერს უჩნდება ეჭვი, რომ რთულ სიტუაციებს შენ ვერ გაუმკლავდები. დიდი ალბათობით იგი შენ დაგაწნალებს და შეეცდება ინტერვიუს პროცესში ეს არ შეიმჩნიოს. მაგრამ შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტორმა იმოქმედოს. ალბათ გაგიჩნდა კითხვა, თუ რა უნდა ილაპარაკო. პირველი, შეეცადე არ გადაიკითხო რეზიუმე, განავითარე ის რაც უკვე გიწერია. ცადე შენ შესახებ ცოტა მხატვრულად ილაპარაკო და არ მოახდინო მშრალი ფაქტების ციტირება CV-დან. მოუყევი რეალური მაგალითები, რა გააკეთე, სად იმუშავე, რა სირთულებთან იყო დაკავშირებული შენი საქმიანობა, როგორი იყო მასშტაბი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა კოლეგებთან და ასე შემდეგ. შეეცადე იყო ლაკონური და არ გაცდე საზღვრებს. და ბოლოს, თუ რამე ტექნიკური გაქვს სათქმელი, შეეცადე თქვა მოკლედ და კონკრეტულად. დაიმახსოვრე, დეტალებზე სასაუბროდ სხვა ეტაპიც გექნება. ამასთან ერთად წინასწარ განსაზღვრო ის თემები, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობ. რათა იცოდე ზღვარი, სადამდე შეგიძლია გაჰყვე მოსაუბრეს ამა თუ იმ თემაზე. მეტი ამგვარი ინფორმაციის მისაღებად მოიწონე ვიდეო და გამოიწერე ჩემი გვერდი. დიდი მადლობა.